1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველ მეომართა გმირობისა და თავდადების მისაბაძი მაგალითია. აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა, დაქირავებულმა კაზაკებმა, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კონფედერაციაში გაერთიანებულმა ქვედანაყოფებმა სოხუმზე, მდინარე გუმისთის მიდამოებში ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხების დაკომპლექტებული შენაერთი, ეგრეთ წოდებული ბაგრამიანის ბატალიონი. ქართულმა სამხედრო შენაერთებმა მოწინააღმდეგეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ხირსეულად მოიგერიეს მტრის შემოტევა. განსაკუთრებული როლი არტილერიამ შეასრულა. სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზურმა მხარემ უდიდესი დანაკარგი განიცადა. ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა, ჯარს კონტრშეტევის ბრძანება არ მიუღია. ამის გამო 15-16 მარტის მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა. ყოველწლიურად ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იკრიბებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. 16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აფხაზეთის ომის ვეტერანებმა დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 1993 წლის 15-16 მარტის საბრძოლო მოქმედება არის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ქართულმა შენაერთებმა შეძლეს დიდი შემოტევის მოგერიება. რა თქმა უნდა, უსხვერპლოდ არ ჩაუვლია ჩვენი რიგებიდან ამ მოგერიებას, მაგრამ მოწინააღმდეგეს მსხვერპლი გაცილებით უფრო მეტი იყო. ეს სამხედრო ოპერაცია ჩაიწერება როგორც ერთ-ერთი გამორჩეული. მე მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში ძალიან სერიოზულად იმუშავა ქართულმა არტილერიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 15 მარტი ყოფილიყო ქართული არტილერიის დღე. დღეს მოდივარ, რომ მოვეფერო ჩემს თანამებრძოლებს, მოვიხსენიოთ ისინი, ვინც შეეწნენ აფხაზეთის ომს და ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ მეომრები და დავრჩებით მეომრები. ის დღეები დამსახურება იყო იმ მეთაურების, ჯარისკაცების, პროფესიონალების, რომლებმაც აჩვენეს, რომ საქართველოში 15 მარტისთვის ჯარი შეიქმნა ჯარი, რომელსაც შეეძლო მოჭარბებული ძლიერი მტრის დამარცხება. გამარჯვების უბნების გარეშე ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ქონდა იმის პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ მიგვეყვანა ომი გამარჯვებამ. ის ემორჩილებოდა აგრესორის სახელმწიფოს ნებას, რომელიც უგრძალავდა ჩვენს გამარჯვებას. მებრძოლები ვიკრიბებით ამ მემორიალთან. მივაგებთ პატევს იმ ჩვენ დაღუპულ გმირების ხსოვნას. არის საამაყო დღე და გულისკივილის დღე, რა თქმა უნდა, იმ დაღუპულების ბიჭების ვაჟკაცების გამო. ეს იყო მებრძოლების ყველასი ერთად თავდადების დღე. არ დაიხია ხალხმა, მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველ სიტუაციაში იყო. იბრძოლეს ბოლომდე თავისი სიცოცხლის ფასად და იყო რაღაცნაირი იმ მომენტისთვის მართლაც იყო შემართება ძალიან და სულისკვეთება იყო ძალიან ძლიერი. მერე მოხდა განიარაღება, იყო მოტყუება ფაქტურად, რომელიც ჩვენ კი ვხდებოდით, მაგრამ მაინც ვჯეროდა, რომ ასე არ მოხდებოდა, მაგრამ მოხდა ისე როგორც მოხდა. 26 წელი გავიდა 93 წლის 16 მარტიდან. რაც დრო გადის, უფრო რწმუნდები იმაში, რომ ჩვენი დაღუპული ძმები, რომლების სახელები არის და გვარები ამოგეშტილი, გმირები არიან. ძალიან დიდი არმია მოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ, ჰქონდათ გეგმა სოხუმის აღების. საბედნიეროდ სოხუმი ვერ აიღეს და დამარცხდნენ ამ ბრძოლაში. მოწინააღმდეგე დამარცხებული იყო და გვინდოდა ჩვენ გადასვლა, მაგრამ ზევიდან მთავარსარდალის ბრძანებით შეგვაჩერეს ბიზა მიმართულად. იმის ფასად რომ გაგვაიარაღეს, ჩაგვაბარებიეს სოხუმი. ჩემი მეუღლე ელგუჯა მანაგაძე 1993 წელს დაიღუპა 16 მარტს. არის ორჯერ დაჯილდოებული. ძალიან ბევრი ახალგაზრდები დაიღუპნენ იმ დღეს და მებრძოლები. აი აქ მოვდივართ და ამით ვიჯერებ ჩვენს გულს, აქ ვიშუშებთ ჩვენს ტკივილებს. ძალიან მეამაყება, რომ ესეთი გმირი მეუღლე მყავს და ყველა იმ ახალგაზრდების და იმ გმირების ხსენება და არ დავიწყება იყოს.